განმარტება. ტურიზმისათვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა, განვითარება, მომსახურების დონის ამაღლება, შიდა ტურისტული რეისების განვითარება, ტურიზმის წვლის გაზრდა ეკონომიკაში, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელი შეწყობა სამუშაო ადგილების შესაქმნელად. ეს მთავარი პრიორიტეტები ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის გეგმა მაია სიდამონიძემ ბომონდ გარდენში წარმოადგინა. სწორედ ეს არის პროექტი, რომლითაც მაია სიდამონიძემ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა. პროექტის პრეზენტაცია დღეს კერძო სექტორის 80-მდე ტურისტული კომპანიისა და მედიისათვის გაიმართა. ეს იქნება მოკლე პრეზენტაცია ჩემი პროექტის, სადაც შევეხები სტრატეგიულ ხედვას ჩემსას, როგორ გავავითაროთ საქართველოს ტურიზმი. ძირითადი ასპექტები არის მთლიანად 15 სტრატეგია, ხაზს გავუსვამდი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მომსახურების ხარისხის ამაღლებას და ადამიანური რესურსების კვალიფიკაციის გაზრდას, ასევე პრიორიტეტულია შიდა ტურიზმის განვითარება. კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია ტურიზმის დეპარტამენტთან ერთად მუშაობა, ტურისტების მოზიდვის მიზნით საერთო გეგმების შემუშავება და ასე რომ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა. ფინანსთა სამინისტროს